მოგესალმებით, მეგობრებო, გავაგზავნოთ მათესახარების წაკითხვა ადიშის 4 თავიდან. თავი მე-6. ხოლო ეკრძალენით ქველი საქმესა თქვენსა, ნუ იქ წინაშე კაცთა სახირულად მათთა. უკვე თუ არა სასყიდელ არა გაქუნდეს მამისა თქვენისაგან, რომელ არის სათაშინა. რაჟამ სიქმოდი ქველი საქმესა შენსა, ნუ ქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან, შორის შესაკრებათა და შორის უბნებსა, რაითა იდიდნენ იგინი კაცთაგან, რამე თუ მათგან მიიღიან სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ქველის იქმოდი, ნუ აგრძნობ მარცხენა შენი, რასა იქმოდეს მარჯვენა შენი, რაითა იყოს ქველი საქმე იგი შენი ფარულად. და მამა ის შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. და რაჟამს თაყვანის სცემდეთ, ნუ იყოფით ვითარცა ორგულნი, რამე თუ უყვარან მათ შორის შესაკრებათა და უპაკპარაკთა თაყვანის სემაი, რაითაცა აუცნეს კაცთა. მართლიად გეტყვით თქვენ, იგი არს სასყიდელი მათთა. ხოლო შენ რაჟამს თაყვანის სცემდე, შევეც საუნჯესა შენსა და დახხა შკარი შენი და თაყვანის ეც მამასა შენსა დაფარულად. და მამა იგი შენი, რომელი ხედავს დაფარულსა, მოგაგოს მან შენ ცხადად. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავლის მეტყველ ხართ, ვითარცა ორგულნი, რამე თუ გონებედ ვითარმედ მრავლის მეტყველებითა მით მათითა სასმენელ იყოს. ნუ ემსგავსებით მათ, რამე თუ უწყის მამამან თქვენმან, რა იგიხსნ თქვენ თხოვავდევე თქვენ და მისგან. ესრეთ ილოცებდით თქვენ, მამაო ჩვენო, რომელი ხართ სათაშინა. წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინს სუფევაი შენი, იყავ ნებაი შენი, ვითარცა სათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი სამარადისოი მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, რაითა ჩვენცა მიუტევოთ თანამდებთა ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრელსა, უფალო, არამედ მიხსნე ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ შენი არ სუფევაი ძალდებაი უკუნისამდე, ამენ. უკვე თუ მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან, რომელ არც სათაშინა. უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეწოდებანი თქვენი. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით ვითარცა ორგულნი მწუხარე, რამე თუ განერყუნიან პირნი მათნი, რაითამცა უჩდეს იგინი კაცთა მარხველად. მართლიად გეტყვით თქვენ, რამე თუ იგი არს სასყიდელი მათი. ხოლო რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და პირი შენი დაიბანე, რაითა არა უჩდე კაცთა მარხველ, არამედ მამასა შენსა, რომელ არს დაფარულსა შინა, მან მოგაგოს შენ ცხადად. ნუ დაიდებთ საფასეთა თქვენთა ქვეყანასა ზედა, სადამ ღილმა და მჭამელმა განყუნის და სადამ პარავთა დათხარიან და განიპარიან. არამედ დაიდებდით თქვენ საფასეთა სათაშინა, სადა არცა ღილმან, არცა მჭამელმა განყუნის და სადა პარავთა ვერ დათხარიან და ვერცა გამოიპარიან, რამე თუ სად არიან საფასენი თქვენი, მუნცა არიან გულნი თქვენი, სანთელი ხორცთა იარს თვალი. უკვე თუ თვალი შენი ნათელი იყოს, ყოველი ხორცნი შენი ნათელი იყვნენ. უკვე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი ხორცი შენი დაბნელებული იყვნენ. უკვე თუ ნათელი, რომელ არ შენთანა ბნელ არს, ხოლო ბნელი იგი რაოდენმე, ვერ ხელაწიფების ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს, ანუ ერთსა ერჩდინ და ერთი შეურაცხვის, ვერ შემძლებელ ხართ მონებად ღვთისა და მამონაისა. ამისთვის გეტყვით თქვენ, ნუ ზრუნავთ თავთა თქვენთათვის რა ისჭამოთ და ანუ რა ისვათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის რა შეიმოსოთ, არა სული უფრო ის არ საზრდეისა და ხორცნის ამოსლისა? მიხედეთ ფრინველთა წისათა, რამე თუ არას თესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა და მამა იგი თქვენი, რომელ არც სათაშინა ზრდის მათ, არამედ თქვენ უმჯობეს ხართ ფრინველთა? ვინ თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძდოს შეძინებათ հասაკსა თვისაწყათა ერთ და სამოსელისათვის რა ისაზრუნავთ, მიხედეთ შროშანთა ეველისათა, ვით არ იგი აღორძნის, არაშურებინ, არცა სთავნ, ხოლო გეტყვით თქვენ, არც აღამ სოლომონ ყოველ სამას დიდებასათვისა შეიმოსა, ვით არ ერთი ამათგანი. უკვე თუ თივაი ველისაი, რომელ დღეს არს და ხვალისაგან თორნესაში დააგდიან, ღმერთმა ესე შეამკვის, არამედ უფრო იზღათ თქვენ, მცირედ მორწმუნენო?
ნუ უკვე ზრუნავთ და იტყვით რა ივჭამოთ, ანუ რა ისვათ, ანუ რა შევიმოსოთ, რამე თუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამე თუ უწყის მამამან თქვენმან, ზეცათამან, რამე თუ გიღმს თქვენ ესე ყოველი, არამედ ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რამე თუ ხვალე იგი ზრუნიდეს თავისა თვისისათვის, კმარს დღესა ამას ჭირი თვისი. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ითქვა მეექვსე თავში და ბევრს არასწორად ესმის თითოეული მაცხოვრის ეს სიტყვები და იგებს ზოგი პირდაპირ გადმოაქვს რომ აი ესე რომ ხვალიდან დღეზე არ უნდა ვიზრუნოთ, გულხეთ დაკრეფილები უნდა ვიყოთ და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და აი ლოცვის თემასთან დაკავშირებით ხო ამბობს მეექვსე თავში იესო ქრისტე რომ ანუ ზოგადად რა არის ეხლა არის ხოლმე ესეთი ინფორმაცია რომ ეს ბიჭი რატო განმარტავს საკუთარი ინტერპრეტაციით, ეს ვინ არის, ვინ მის სამისუფლება რო განმარტავს. მე წინაზე წაგეკითხეთ ხო ივანე ოქროპირი რომ ამბობს რომ ყველა ერის კაცს, ვინც არ არის მოდელი, ვალდებული არის რომ სახარება წაიკითხოს და ხალხს ელაპარაკოს ამაზე. ამ ამისუფლებას აძლევს, იმიტომ კურთხევა ამის ღვთისგან და ეპისკოპოსგან არ ჭირდება ერის კაცს რომ სახარება წაიკითხოს. პირიქით მოწოდება არის რომ ყველამ წაიკითხოს, ამიტომ გამოიწედა, ამიტომ დაიბეჭდა რომ ყველამ უნდა წაიკითხოს და მთელს წარმართებში გავრცელდეს ეს სიტყვა. თვითონ იესოც მაგას აეონებოდა, წადი და გავრცელეთ სახარება, რომელიც მოისმინეთ ჩემგან სასუფეველის შესახებ. ეხლა აქ ნახე რა ხდება. ვინც წაიკითხა ეხლა ერთ იგივე რომ წაიკითხოს ამა ყველა თავისებურად გაიგებს, რა თქმა უნდა ეგრეა, მაგრამ ნახე რა ხდება. ესენი გამისამართებენ წმინდა მამები. წმინდა მამები არ არიან ავტორიტეტები ამ ტექსტთან დაკავშირებით. წმინდა მამამ კი გაიგო ისე, მაგრამ იმას დაავალეს რომ ესე უნდა გაიგო. ხვდებით ხო? აი როგორც მე სემინარში სწავლის პერიოდში მითხრეს პირდაპირ. შენ კი არ უნდა გვასწავლო ჩვენ, რა უნდა გასწავლოთ ჩვენ. კი არ უნდა მიგვითითო ჩვენ, შენ რა უნდა გასწავლოთ. არამედ ჩვენ რასაც შემოგთავაზებთ პროგრამას, ის პროგრამა უნდა ჩაგვაბარო და ჩვენ შევაფასოთ შენ რამდენად იცი ის გარკვეული ხარ იმაში, იმ დონეზე რაც ჩვენ გვინდა რომ მიაღწიო. ანუ შენ თავისუფალებას გიზღუდავე. სად არის აქ თავისუფალება, რომ მე ჩემით მინდა შევიმეცნო ქრისტე რას მეუბნება და ვიღაცა მესამე მოდის წმინდა მამის სახელით, სემინარი აკადემიის სახელით და მჩრის ინტერპრეტაციას დოგმატურს და მეუბნება რომ არა ეს იესოს ესე არ უთქვი, ესე უნდა ეთქვა და შენ ვერ გაიგი ალბათ, არასწორად გაიგი. და ყველა ადამიანს უშლიან ტექსტთან პირადად ურთიერთობას. აი სემინარში ყო ესეთი პროგრამა ჩამოყალიბეთ ჩვენმა სტუდენტებმა, ლექტორებმა. გიორგი არავეშვილი მასწავლებელი და ახალი ახთმის ლექტორი იყო და ტექსტი, თითოეული ტექსტი, ძველ ქართული გადმოქონდა ახალ ქართულზე და უკეთებდეთ იმას გაგების უნდას, ანუ ინტერპრეტაციას როგორ იცი, ახალ გადმოქართულებაზე მე როგორ გავიგე ეს ტექსტი. და მე მოწდებოდა იმ ადამიანის აზრი, იმ ადამიანის შეხედულება, ხუთი კაცი ვიყავით 30 ბიჭიდან, ჯგუფელიდან და ეს ხუთი კაცმა მე იაკობის ეპისტოლე შეხვდა ზოგს, პეტრეს ეპისტოლეები შეხვდა ზოგს, ივანეს ეპისტოლეები შეხვდა და აი ძველ ქართულიდან როგორ გვესმოდა ახალ ქართულზე ეს გადმოქონდა, ასევე დავურთეთ სხვადასხვა წმინდა მამების კომენტარი, მე რაბინების კომენტარების დავურთე იაკობის წერილს, იმიტომ რომ იაკობის წერილი რაბინური ტრადიციით არის დაწერილი, ხო, იქ ჯურს ეხება, ათწინებას ეხება. ეხლა აქ რა ხდება მეექვსე თავში, ნახეთ ხალხო. იესო ქრისტე კრძალავს ყველას წინაშე ლოცვას, ანუ საყოველთაო ლოცვას, რომ დგებიანო და ლოცულობენო ყველას დასანახავოთ, რომ დაინახო როგორი მლოცველები არიან. როდესაც ლოცვა მოგინდებათო, შედითო ფარულათო, თქვენს ოთახშიო, კარები მოიხურეთო და თაყვანი ეცი მამას ფარულათო. და მამა შენ რომელი ხედავს დაფარულთა მოგაგებ შენ ცხადათო. და აი პარალელებს ვავრებ ხოლმე თომას ახარებასთან, თომას ახარებაში იესო ქრისტე ზუსტად იგივეს პარალელს აკეთებს რა. ნახეთ, როდესაც თქვენ მარხულობთო. ახავე წავიკითხავ. იესომ თქვა მე-14 გამონათქვამია იესოს. თუ თქვენ მარხულობთ, თქვენს ცოდვას ბადებთ საკუთარ თავში. და თუ თქვენ ლოცულობთ, თქვენ გაიკიცხებთ და თუ თქვენ მოწყალებას გასცემთ, თქვენ სულს ბოროტებას გაუკეთებთ. თუ თქვენ რომელიმე ქვეყანაში და სოფელში შეხვდათ, თუ მიგიღებენ ჭამეთ ის, რასაც წინ დაგიდებენ, განკურნეთ მაშინ ყოფი ავადმყოფები. იცოდეთ ის, რაც შენ პირში შედის, კი არ წაგბეწავთ თქვენ, არამედ თქვენი პირიდან გამომავალი წაგბეწავთ თქვენ. ეხლა აქ რაზეა საუბარი? მოწყალების გაცემაზე და ლოცვაზე. ესე იგი ლოცვა გაიკიცხებით, რატო ამბობს, ვინც ლოცულობს, ის გაიკიცხება. იმიტომ რომ ზოგჯერ მლოცველი არ ლოცულობს ისე როგორც საჭირო არის. ლოცველი იმიტომ ლოცულობს, რომ ხალხს დაანახოს.
ასე რომ ეგ ლოცვა არ არის, იესო ქრისტე ამ ლოცვაზე არ მიუთითებდა. თუ თქვენ ლოცულობთ, გაიკიცხები და თუ თქვენ მარხულობთო, ცოდვას ბადებთ თქვენს თავშიო. თომას სახარებაში რელიგიური ღვთისმოსავობის ტრადიციული რიტუალები უარყოფილია, როგორც დემონსტრაციული. რელიგიური პრაქტიკები და ტაბუები სამყაროს უაზრო ილუზიის ნაწილია. მარხული ადამიანი ნამდვილად არ მარხულობს. ლოცვის მცოდნე არ არის გულწრფელი, მოწყალების გამცემი კი ამპარტავანია. აი ესეთ ინტერპრეტაციას უკეთებს მაცხოვარი აქ მათესახარების მე-6 თავშიც. ესე იგი, ნახეთ რას ამბობს. თქვენო, იმიტომ კი არ ლოცვით, რომ რამე გჭირდება და მოსაცემი გაქვთ, არამედ მამა მიცისო, ყველაფერი რაც გჭირდებათ უბრალოდ ეს არის დიალოგი. შვილისა და მამისა და შვილის დიალოგია ლოცვა. ლოცვას ესენი უწოდებენ ვიღაცა წმინდა მამის დაწერილ ინტერპრეტაციას. ეს არ არის ლოცვა. ეს არის ვიღაცის აზრის წაკითხვა უბრალოდ. და არა ლოცვა. ლოცვა არის დაფარული ინფორმაცია, დაფარული დიალოგი შენსა და მამას შორის. აქ ამბობს მაგას ნიშნავს, დახა შენი კარი, მართლა კარები კი არ გამოკეთდა და ოთახში კი არ შეიკეტეო კაცო. მართლა მაგას კი არ ამბობს. არამედ ეს არის შენი შინაგანი მდგომარეობა, შენი შინაგანი დიალოგი უზენაეს მამასთან. იესო ქრისტეს ღმერთთან და ჩვენს ღმერთთან. ნუ ემსგავსებით რამე თუ უწყის მამამან თქვენმან რა იგიღს თხოვადე თქვენ და ესე იგი, ნუ ემსგავსებით მათ, ვინც ხალხის დასანახად, აი ხედავ როგორი მლოცველებიან, ესე იგი მამას თხოვენ და თვით თავიანთ ლოცვაზე და თავიანთ არსებობაზე რომ არსებობენ და ლოცულობენ ღმერთზე, იმ თავიანთ თავებზე ამყარებენ იმედებს, რომ აი ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს და ჩვენზე დგას საქართველოს და აი ჩვენ რო არ ვიყოთ, თქვენ დაიღუპებთ. არა. საქართველოს ღუდლებზე არ დგას, საქართველოს დგას მოსახლეობაზე. ხალხზე დგას, ხალხზე. წმინდა რჩეულ ადამიანებზე, რომლებიც თითოეული არიან, ძალიან ცოტანი არიან და იმად გამოარი, რომ ღმერთი იწყნარებს ამ ქვეყანას და საერთოდ არ ჟუჟავს თორე. რა ის ღუდლებზე არის, ღუდლების გამო იყო იერუსალიმის ტაძარი რომ დაანგრია ნაბუქოდონოსორის ხელით ძველ აღთქმაში და ღუდლების გამო არის, რომ დღესაც იჟუჟება ქართველი ხალხი და ამდენი ემიგრანტი ყავს. ნუ მოკლედ აქ რა ხდება? მამაუჩვენოს ლოცვა ასწავლა. ეს არის მამაუჩვენოს ლოცვა და მამაუჩვენოს ლოცვა ეს არ არის უბრალოდ დაწერილი საკითხვა. აქ არის კოდირებული ინფორმაცია. რას გულისხმობს, ხო? მოოდის სუფევა შენი. წმინდა იყავს სახელი შენი. რას გულისხმობს ამ წმინდა იყავს სახელი შენი? ამ მამაუჩვენოს განმარტებას ძალიან დიდი ისა აქვს, რა ქვია, მაქსიმ აღსარებას მაგაზე დაწერილი. აქ მაქვს ახლა მაგის მოძებრა მინდა. რო განახოთ უბრალოდ მაგ ინფორმაციაც. ესე ვიდროს წაიგებს ახლა და მე ნახავ და განახებთ აუცილებლად მამაუჩვენოს ლოცვის განმარტება არის ძალიან დიდი. ძველ ქართულად არის გამოცემული. აქ მქონდა და დავკარგე კითხვა აღარ არის. აი მე ვნახავ მაგას არ არის პრობლემა. მოკლედ აქ რაზეა კიდე საუბარი ნახეთ მარხულობ, როცა მარხულობ არ ეჩვენოს საკუთარ თავს თავი მარხულად ადამიანებსო. აქ რას ნიშნავს არ ეჩვენო? ყველა გაიგებს რომ მარხვაზე ხარ, ხო? მაგრამ მარხვა ეს არ არის საჭმისგან თავშეკავება, არამედ ეს არის საკუთარი ნაკლის გამოსწორების ცდელობა, ანუ რამდენად ვასწორებ ჩვენს ცუდ ჩვევებს. ეს არის მარხვის გაგება. ასევე მარხვა არის გაიგებებული გლოვასთან, შიმშილთან. ძველ აღთქმისეულად მარხვა არის გლოვა, სამდღიანი შიმშილი. და არა საჭმისგან თავი შეკავება და ის არ შეჭამო და რაღაცის აკრძალვა. ეგ არ არის მარხვა. თუ გინდა რომ ჭამო და არ ჭამ, ეგ მარხვაში არ შეგეთვლება. ნახე რა სამობს იესო ქრისტე თომას ახარებაში. მე-14 გამონათქვამში. თუ თქვენ რომელიმე ქვეყანაში და სოფელში შეხვდათ, თუ მიგიღებენ, ჭამეთ ის, რასაც წინ დაგიდებენ. ხედავ, ჭამეთ წინ, რასაც წინ დაგიდებენ. აქ უკვე ღორის ხორცის საკრძალვა და ის არ შეჭამო და ეს არ შეჭამო, ესე არ არის. ეს ხვდები რომ იძახიან რომ ისო ადამიანს მარხვა დაუდგინაო. აი იქ კალბასი და კვერცხის ჭამაც აუკრძალა ღმერთმა, რა ვიცი. იქ საერთოდ არ წერია რომ მარხვა რაღაც საჭმისგან თავშეკავება იყო. მარხვა არის ცნებების დამარხვა. ანუ სიტყვის შემეცნების დაცვა. მარხვა არის დაცვაც ასევე და დამარხვა ნიშნავს გულში დაიმარხოს, ანუ შეინახოს, შენახვას ნიშნავს.
ბევრნაირი განმარტება აქვს მარხვას. ესაა წინასწარმეტყველიც განმარტავს. განა ის არის მარხვა, რასაც თქვენ აკეთებთ. განა ის არ არის მარხვა, რომ შეერი დააპურო, უსახკარო სახში შეიყვანო. აი ესენია მარხვა, რაც უფლის თვალში არის მოსაწონი და არა ის ტაძარში რამდენჯერ ივლი და რომ მეგდეს რა შეწირავ. ჯერ იქ შესაძლებიც გაუქმებული არის და რომელ შესაძირზია საუბარი, ქების მსხვერპლის შეწირა თუ უფალსო და არა რიტუალები და რაღაცა დაიკვლის ტარიკი ღვთისაო და რაღაც ისულელი. ყველაფერი არის თავის თავზე მორგებული. იესო ქრისტე თაზი ადიოდა და იქ გადაგებდა, ხო? ის არ მიდიოდა ტაძარში და იქ რიტუალებს არ ასრულებდა. და ბოლოს მოციქულებიც კი გამოყარეს იერუსალიმის ტაძრიდან, რომ აქ იესოს სახელით ნუ გადაგება. და რომელ ტაძრის სახურებაზეა საუბარი. იესოს ქრისტეს მიმდევრები ყოველთვის იდევნებოდნენ ტაძრის მღვდლებისაგან. და ესენი სოლომონის ტაძრებს უშენებენ. ისე იმ სოლომონმა რო აშენა, სოლომონმა ერთი ტაძარი აშენა, იქ 1000 კი არა აშენა. მაგრამ ამ ხალხს ისე არიან ჩაბნელებულები, ახლა ნახეთ, აი თვალზე რო ამოც კიდე აქ ნახე, სანთერი ხორცს და იარს თვალი, მართლა თვალი კი არა, ამ თვალზე კი არ გულისხმობს ამ თვალებს იგავს. გუშინაც თვალზე რო ვისაუბრეთ. აქ გულისხმობს სულიერ თვალზე. აი ნახეთ, ამას ხსნის თუდაც ისევ თომას ახარებს. თვალზე როცა საუბრობს. და ინტერპრეტირებას აკეთებს წმინდა მამებიც აკეთებენ ამაზე ინტერპრეტირებას. წმინდა მამები რა, ვინ გაწმინდა იგერი, მაგრამ ვინც არიან ხო კომპეტენტური პირები, ისიხასტი მამები. იესომ თქვა, თუ წინამძღოლები გეტყვიან იხილეთ სასუფეველი ზეცაშია, იცოდეთ, ჩიტები უკან მოგიტოვებენ. თუ კი გეტყვია რომ იგი ზღვაშია, მაშინ თევზები იქნებიან უპირველესი. ჭეშმარიტად სასუფეველი თქვენშია და ეს თქვენი თვალიაო. ხედავ? ჩემი და ღმერთის თვალი ერთიაო ეს ეგ ხარდით წერს. თვალია, შენი თვალი, შინაგანი თვალი. ეს არის უკვე შემეცნების დონე. რამდენად ხა გაზრებული ის და არა ის რომ ბუნებრივი თვალზეა საუბარი. ბუნებრივი თვალი შინაგანი ორგანოს როგორ გაანათებს. და აქ ხორცზე საუბარი არის ჩვენი ქმედებები. უკვე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი ხორცნი შენი დაბნელებული იყოს. ესე იგი თუ შენი ცნობიერება თუ გონიერი თვალი დაბნელებულია და ვერ იცნობს ქრისტეს, ხო? მაშინ მთელი შენი სხეულის დაბნელებულია და ბოროტ საქმეებს ემსახურება. თუ შენი ცნობიერი განათებულია სინათლით ქრისტეს სინათლით, მაშინ შენ უკვე აღკვეთილი გაქვს შენ თავში აღარ არის ბოროტების საშიშროება და აღარ ჩაიდენ ბოროტებას. იმიტომ კი არა რომ არ შეგიძლია, იმიტომ რომ აღკვეთე ბოროტება შენში. იცი რომ ის ცუდია და რაც ცუდია და გაზიანებს შენ იმას არ გააკეთებ და მე ამატებს ზუსტად ამ თემაზე რო არის საუბარი, მე ამატებს. კონტექსტში უნდა მიყვე თავინაბოლომდე რომ გაიგოთ ქრისტე რას ამბობს. რა კუთხით ამბობს ამას. ვერ ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვანოს. ასე რომ მე ხა თან ცოდვებიც ვაკეთო და თან ვიძახო რომ ქრისტიანი ვარ და აღსარებელ მაზიარებელი. ეს ორი უფალის ბატონი ვერ ვიქნები. ან უნდა დავემორჩილო ქრისტეს სიყვარულს და სიმართლეს და ბოლომდე შევეწირო მის ცნებებს, რაც დამავალა, ან კიდე უნდა თქვა რომ მე ქრისტიანი არა ვარ და ისევ ცოდვილი ვარ და ცოდვილი ქრისტიანი არია. ცოდვილი ქრისტიანი ცოდვილს არ ნიშნავს. ეგეთი რაღაც მოციქულები არ ცოდავდნენ. შენ თან იმის ბატონიც იყო, იმასაც ემსახურო, სახელმწიფოსაც თან ქრისტესაც ემსახურო, ესეთი რაღაცა არ არის ქრისტიანობა. ეს არის უკვე ორი ბატონის, ორი უფლის ბატონება და ამობს ნახე იესო რას ამობს ერთი იგი მოიძულოს და მეორე შეიყვაროს და შანსი არ არის რომ ორივე ერთდროულად გიყვარდეს. რაღაცა უნდა გძულდეს ის ცოდვა რომელიც ჩაიდინე და მოინანია ის უნდა შეიძულო, კი არ უნდა გაიმეორო. და თუ იმეორებ, მაშინ შენ ორი ბატონის სახური გამოდიხარ. და ან ერთი უნდა გიყვარდეს და დარჩე, ან მეორე უნდა შეიძულო, ხო? ესე ორივე გიყვარდეს, ეგეთი რაღაცა არ არის გამორიცხული. ეს არის ნათლილი ქრისტიანები, რომლებიც სავსეა ტაძრები ესეთი ხალხით, ვინც აღსარებელ მაზიარებლები არიან და ამას ურტყავს იესო. რომ მოვა რა სიტყვის ამ ხალხს. არ გიცით თქვენაო, ესენი ეთქვენ შენი სახელით ვაგე კეთებულებს ვატარებდითო, იქ ვეზიარებოდითო, ამდენი წელი ტყუილად ვიარი შენი სახელითო და იესო ეთქვის კაცო, მე დაგავალე ეს? არ გიცნობ, წარვედი ჩემგან ურჯულოების მოქმედა, ურჯულოება არის უსამართლობა. შენ თუ კლავინდებურად სოდვები აკეთე და უსამართლობა აკეთე, ქრისტე რომ მოვა, კი თავზე ხელს კი არ გადაგექვსოს, რომ აი მე შენთვის აი ყოველთვის ვიკლებოდი და მე შენთვის ყოველთვის მამასთან შუამდგომლობდი, ამას კი არ გეტყვის. არ გიცნობ, მე შენ რომ დაგავალე ჩემი მცნებები, დაიცავი? რაც გითხარი? არა, აბა რა გინდა, ჩვენ მე არ გიცნობ კაცო. არ გცნობ შენ, იმიტომ რომ შენ უარი თქვი ჩემს დანაბარებზე. შენ აირჩიე გზა, აღსარებას ზიარება, ღვდლები, ცოდვების მიტევება, როცა გაუქმებულია ეს, ერთგზის შეწირვით არის სამარადისო სრულყოფა. რომელ ცოდვების მონანიებაზე შეუძლებელი არის კლავინდებულად განახლდეს ცოდვილი ადამიანი მოსანანიებლად. თან მით უმეტეს ვინც ეზიარა სულიწმდეს, ის კლავინდებულად ცოდვაში ჩავარდეს. გამორიცხულია ეს და ეს წმინდა მამები მაგიტო დაიქირავეს და გამოულაყეს ტვინი ამ მოსახლეობას და რეულს, რომ
ისე ცოდვილები ვარ ჩვენ. არ შეიძლება ადამიანი უცოდველი იყოს და წმინდანი და ის ვის გაუგია ის მართალი ადამიანი ხარ შეიძლება? სად არის აქ სიმართლე და თუ სიმართლე არ არის, შენ რა პრეტენზიას მიყენებ რომ მართალი უნდა ვადიდო? ხომ იცი მეუბნები რომ მართალი არავინ არ არის და ყველანი ცოდვილები ვართ. მაშინ რომელ სიმართლეს ადიდებ? სიმართლე ხო აბქოყნიური არ არის. ხო, ეხლა კიდე რაც შეეხება დიალოგებს რა, დიალოგები კარგი იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა ChatGPT-ებს და ებრაელების მე შექმნით ხელოვნურ ინტელექტს და ვიღაც Gemini-ს არ შეეკითხებით. ვისაც დიალოგები უნდა, აგერ სახარება, ჯერ სახარებაში რა წერია ის შეასრულოს და მე დიალოგოს და დიალოგებში შევიდეს სხვასთან. ჯერ ვინ არის თვითონ რომ სხვას დიალოგებში შევიდეს და მეორეც ერთი ამ დიალოგის მიზანი რა არის. ეხლა ჩემი ლაივების მიზანი ის არის რომ დაგანახოთ ქრისტე რას გვეუბნება და რას გთავაზობს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს გარეშე. ანუ ხო ამახინჯებს არა ქრისტე გეუბნება ორი უფლის ბატონის მსახურება არ გამოვა. ან სახელმწიფოს უნდა იყო და ბორდელებში არო, ან კიდევ ქრისტესთან უნდა იყო და აღკვეთო ბორდელებში სიარული. აბა შენ ეხლა თან ბორდელებიც გააპრავო, გარყნა მოსახლეობა რა იმათ უნდათ ეხლა რა გავაკეთო და მე იძახი რომ ქრისტიანები ვარ და მართლმადიდებელი ხარ, ეგრე არ გამოვა. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე უნდა იყოს. ორივე ერთად და არაუშავად წადი შენ ბორდელში შვილო და კაცი ხარ და აბა ქალი არ გინდა და ცოლი არ გაძდევს, წადი და მე ახსაება ჩამობარე და მოგიტევებ, ეგრე არ ხდება. ეს არ არის ცოდების მოტივება და ცოდების ისა. შენ იქ ბორდელებიც აშენო იქიდან შემოსავალიც მიიღო, შენ სახელმწიფოსაც კვერი უკრა, თან ქრისტიანი იყო, ეგრე არ არის, არ გამოდის ეგეთი რაღაც. ანუ ქრისტიანობა, რასაც ნამდვილად ჯერითი ქრისტიანობა ქრისტეს არ დაუარსებია და ეს წარმართებაში ერქოს, მაგრამ რასაც იესო ასწავლიდა, მართლმადიდებელი ეკლესია იესოს სწავლებაზე არ ადგას. იმიტომ რომ იესოს არაფრით არის კავშირები არ ქონა ხელისუფლებასთან და არ უკრავდა იქ კვერს რომ ხო აი ესე გააკეთე და მიდი და იმას დაიმორჩილე. ვიდაბით ხო? ან ქრისტე, ან უფალი, ან მეფე. ორი ერთად არ გამოვა. თვითონაც თქვა კაცო რომ მეფობაო ამ ქვეყნიური არ არისო. ანუ ჩემი მეფობაო ამ ქვეყნიური არ არისო. ის თავს არ აცხადება ამ ქვეყნის მეფეს. უარი თქვა მეფობაზე, დიდებაზე, პატივზე, ხელისუფლების თანამშრომელზე თორე პილატეს მაგრამ მოსწონდა იესოს აზროვნება და ყოველთვის ჰქონდა ეს საუბარი და ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, როგორც ერთ-ერთ ჩანაწერებში აღმოაჩინე პილატეს წერილები აღმოაჩინეს რომში, ვატიკანში, სადაც ის იცნობდა ვიღაც ფილოსოფოს იესოს, ფილოსოფოს უწოდებდა და მოსწონდა მისი სიბრძნეები და ხშირად უსმენდა და მისი ცოლი კლავდიაც, პილატეს ცოლიც იყო იესოს მოწაფე. ანუ იესო ძალიან მაღალ სიბრძნეებზე საუბრობდა და ყველას უკურდა და პილატე ეგეთ კაცს კი არ მოკლავდა კაცო, პირიქით სახელმწიფო სათავეში მოიყვანდა, სენატში მოიყვანდა და ქვეყანას ამართვინებდა. მაგრამ იესოს ეგეთი რაღაცა პრეტენზია არ ქონდა, რომ მე სენატში უნდა გავიჭიდო, იქ რაღაცა პარტიაში, ხელისუფლებაში მოვიდე და იქიდან ხალხი მწყემსო. არა, იესოს ესეთი მიზნები არ აქონია. იესო უარი თქვა სახელმწიფოს მართვაზე, ტერიტორიების გაფართოებაზე, მტრების მოგერიებაზე, რომაელების დახოცვაზე, სამშობლოს გაფართოებაზე, ეგეთი რაღაცა ქონდათ მეფეებს და დავითსა და იმ ადონაის მსახურებს თორე. იესო ქრისტეს ეგეთი აზრები არ ქონია. აი, მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ მეშვიდე თავი მათ ესახარებს. და ბოლოს მინდოდა ერთი რაღაცა მეთქვა კიდე აი ბოლო მუხლებში ხო? პირველად იზროვნეთო, ითხოვდეთ სასუფეველს ღვთისასაო და ყველაფერი ეს შეგეძინოს თქვენაო. რას გულისხმობს ახლა ბევრი ეძებს სასუფეველი აკერეპირზე, მაგრამ გაძოწყებულია ზოგი ნაგავში იქება. გუშინ ისე შემეწოდა, ძველი მრევლი იყო რა, მე რო დავდიოდი ტაძარში და გალობდი იქ საწყალიც არ შემიძლია თქვა, იქ მე ვარ საწყალი, მაგრამ ნაგავში იქებოდა და შემწვა რა. მრევლი იყო ეს კაცი, დადიოდა და ეხა აღარ დადის. ძველი ბავშვობის დროინდელი კაც ვიცანი და ნაგავში იქებოდა და ბიჭო, კარგი რა მაგიზე დავატირებ. აი რა მილიარდერები არიან ხალხო და საკუთარ მრევლ ხო იცი რომ შენი მრევლი იყო ეს და აი იცი რომ გაჭირებულია ხო ეხლა დავიჯერო არ იცის მგდელმა ვისაც წავიდა რატო არ ფიქრობენ ან ჩემზე რატო არავინ არ ამბობს რომ ეს ბიჭი რატო წავიდა ეკლესიიდან რატო არავინ არ დარეკა რატო არავინ არ მითხრა აგერ რამდენია ჯგუფელებიც ხო არიან მითხრან ხო რაში ვწდები და რაში ვტყუივა და რაში ვარ მართალი ხო მაგრამ თვითონაც არ იციან საქმეც მაგაში არის რა რობოტებს ეკითხებიან და იმ რობოტების პასუხებს მთავაზობენ რომ რაღაცა ბიბლია გააправონ ბიბლია რომელიც არეულდარეულია თავიდან ბოლომდე ვერ გაიგებ რა არის ტყუილი და რა არის მართალი იქ ბავშვებს უწოვენ იახვეს და ბრძოლაში გამარჯვების ამას და ამას აპრავებენ ბავშვების მოხარშვას და ჭამას კიდევ სხვა რაღაცები არ ვილაპარაკო ნახია კიდე რა აზრია საუბარი რა
ამას ყოველნიო წარმართი ეძებენო დღეს საუჭამო თვალე რა ჩავიწოთო. ეს არ არის ქრისტიანის ვალდებულება. ქრისტიანი უნდა ზრუნავდეს სასופევლის სიმართლეზე. ანუ მისი ცნობიერება არ უნდა იყოს იქ რა ვიმუშაო, რომელ სამსახურში ვიმუშაო, ცოლ-შვილი როგორ ვარჩინო. ამის ფიქრები ქრისტიანს არ აქვს. აი როგორც ცისფრინველებზე მოიყვანა ხო მაგალითი ქრისტემ მამა ჩემი ყვებავს ამ ცისფრინველებს მე კი არ ყვებავ მამა ჩემი ყვებავს მამა ჩემი ზრუნავსო შროშანზეო რომელიც ყველაზე ლამაზი ისა ყვავილიაო და ხვალე თონეში უნდა დაიწვასო და დაჭკნესო ხო და დაწვარო ასე თუ ზრუნავსო განა თქვენზე უფრო მეტად არის ზრუნდებსო ესე იგი როგორი ცნობიერება უყურე რა სამსახური ვიშოვოთ ვაიმე რა მეშველება ეხა უმუშავარი რო ვარ ვაიმე ჩემი შვილი სადავამთავრებინო რომელი მასში უნივერსიტეტში ვასწავლო და ფულის არ ინავიშოვო რომ ჩაურიცხო ამაზე კი არ უნდა იყოს ქრისტიანის აქცენტები რომ ამაზე ფიქრობდეს რა რითი შეიმოსოს და რა ჭამოს ხვალე შეიძლება ვაფშე საჭმელი არ გქონდეს მე 4 დღეს ზედიზე და არაფერი არ მიჭამე წყლის გარდა მარტო წყალზე ვიყავ ხოლმე როცა არ არის საჭმელი რა უნდა ჭამო ხო მაგრამ როცა ღმერთთან ახარ ის თვითონ ყვებავს არ ვიცი ეს როგორ ხდება მაგრამ არ მოკვდებით შიმშილით ნამდვილად არ მოკვდებით გამოგიჩეს ისეთ რაღაც აი მე მაგალითად ფული როცა არ მქონია და ვაფშე ნულზე ვიყავი ისეთი რაღაცა მომხდარა რომ უცბად წიგნი გამიყიდია იქ რაღაცა დაუპატიჟები ვარ თან სტუმრად ყოფილი ვარ და ეს რა ერთმანეთს ხელი ხელს ბანს რა ვერ გაიგებ ეს არასდროს არ დარჩებით შიურები და ღმერთისგან მიტოვებულები მაგის ის არ ქონდეთ ილუზიები რომ აი ვაიმე რა გვეშველება და ვაიმე რა მოხდება შვილს როგორ გავზდი ის როგორ აჭმევს რაც ბევრი შვილი ყავთ უფრო მეტად ერთმანეთსდიან ბავშვები და სიდუხჭირაში უფრო მეტი მრავალშვილიანობა იყო ვიდრე ხა სიმდიდრეში დიდარს ერთი შვილი ყავდა ისიც ეზიზღება სახელიდან აკეთებს და აგერ მღვდლებს 7 და 10 შვილები ყავთ და მშვენიერად ზდიან ერთმანეთს ის ბავშვები ასე რომ გაჭიროება და ის რაღაც ამაზე ქრისტიანი არ უნდა ფიქროდეს და არ უნდა ეშინოდეს რა უფულობაა და ის რაღაცაა და ის არის არ არსებობს ღმერთი რომელმაც მართალი ადამიანი დააგდოს და როგორც დავით მეფსამ უნდა იძახოს ხო არავიხილე მართალი დაგდებულ არცა თესლი მისი მთხოველ პურისაო ასე რომ ეს არის სრული მინდობა რა როგორც იობის შემთხვევაში იყო იობმა ყველაფერი დაკარგა მთელი ქონება დაკარგა მდიდარი კაცი იყო მაგრამ ერთი სიტყვა არ დასტენია და არ შეუგინებია უზენაესი გამჩენი და ცუდი არ უთქვია ღმერთისთვის მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა გადაუღარა ზე და დაუხოცეს ყველაფერი ხო პირიქით ეხა ეგ რომ მოხდეს და დღესაც იგივე განმეორდეს ყველაფერი შიგმობას დაუწყებს აბარანაირი ღმერთი ხარო ჩემი შვილი მომიკალიო და ძალიან ბევრია გადამტერებული ღმერთზე დღეს მაგის გამო იყვნენ ტაძარში დადიოდნენ მაგარი მორწმუნეები იყვნენ მაგრამ შვილი რომ მოუკვდათ რაღაცა გაუგება ვითარებაში მერე დაიწყეს ღმერთის ხმობა და ხატების შეურაცხყოფას და გადაყრები და ყველაფერი ხო ასე არის გამეგე იმას აბრალებენ რომ იმის იმედი რომ გაქრო იქემ არასწორად ადიდებ ღმერთს და იმიტომაც დაისაჯი მე რა ვიცი იმა რა დააშოვა შენი არჩევანი იყო ეგ იმას ასაბრალეთ ხა ღვთისმშობლის ხატ და იესო ქრისტეს ხატი რა შუაში არის როდესაც შენ გაქვს არასწორი დამოკიდებულება და თვითონ გეუბნება წერილი ფრთხილად უნდა ვიყოთ თვითონ იესოს სიტყვაზე იმიტომ რომ თუ არ ვასრულებთ იმას რასაც გეუბნება სასჯელი გარდაუვალი არის მოდის რა სასჯელი რა ეხლა რომ თქვენ თვითონ არ უბრაზდებით თქვენ შვილებს რომ მეუნებით არ აკეთებს იგივე ეს რასაც ეუბნები და თქვენ სიტყვებს აბუჩად იგდებს არ ითვალისწინებს ხო ბრაზდებით ასე არის ღმერთიც თუ არასრულებ მის ნათქვამს და წაუყურებ რატო უნდა გადაყვეს თავზე და თავზე ხელი რატო უნდა გადაგისვას სიმკაცრეც საჭიროა აბა ქრისტე მარტო ის კი არ იყო მოსიყვარულე ღმერთი ქრისტე იყო კაცრიც კაცრად ლაპარაკობდა თუ გიყვარს ბარო ჩემი თავი თუ გიყვართ თუ ჩემს ცნებებს დაიცავდო პირდაპირ ეუბნება მოწაფეებს ესე კი არა რომ წადი შენ შეცოდე ისე დაბრუნდი უცხები შვილი რომ დაბრუნდა მამასთან ის კიდე კი არ დარჩენილა ცოდვაში და კიდე იგივე სიმყრალები კი აღარ გაუკეთებია იმან უკვე თავის თავში გააცნობიერა მონანიებული და უკვე შეცვლილი დაბრუნდა მამასთან და მამამ რომ დაინახა რომ კვლარი იყო და გაწუხდა შვილი ის კი არ უთხრა შედამპალო შენ ამდენი ქონება რატო გაანიავეო პირდაპირ ჩაიხუტა გულში და ნასუქალი ხბო თუ ხარი თუ რავი რაც წერია ის დაუკლა და ისე რომ ძმაც კი გაღიზიანდა რომ დაიწყორება შენ თავი ყავი მე არ მომისახურებოდა ჩემს მას კიდე მთელი ქონება მეძავებში გაფლანგაო და იმას კიდე დაიხმარო სამაგიეროდ ის ადამიანი რო დაბრუნდა ამაზე მეტი არის ანუ როდესაც საუბარია მათ სახარებაში სასუფევლის ძენი გადმოიყრებიან ვა ეს არის ბოღმიანი და შურიანები ვინც მთელი ცხოვრება იმიტომ ემსახურება ეკლესიას რომ რაღაცა ჯილდოები მიიღოს ოქროჯრები და ტიტულები ხო ეგენი გადაიყრებიან ქრისტე მაგას არ უყურებს ქრისტე უყურებს ვის აი მწუმპეში რო არის ნარკომანს, გაუბედურებულს, ქურდია თუ ვინც არის, იმას უყურებს, იმისთვის მოვიდა, ცოდულებისთვის მოვიდა, მართლების გამოსაჩინებლად არ მოსულა. ამას ჩვენ შევეხებით შემდგომ თავებში. რატომ მოვიდა? იმიტომ რომ კურნალი ჭირდება სნეულს და ის სნეული ერთი მონანული რო დააბრუნოს 99 მართალს ურჩევნია, აი და იქ სხვათა შორის თომას ახარებაში წერია. წავიდა 99 მიატოვაო ცხვარიო და იმ ერთი ცოდვილის დაკარგული ცხვრის მოსაბრძებლად როცა იპოვაო
ეს სხვარიო. უთხრაო რომ მე შენ იმ 99-ზე მეტად მიყვარხარო. ხედავ ერთი მონანული ცოდულის დაბრუნება ქრისტესთან უფრო მეტად უყვარს იესოს, ვიდრე ის 99 მართალი. 99 მართალს ურჩევნია ისეთი იმდენად მთელს ემოციებს მასზე ხარჯავს, რომ აი ამ ადამიანზე ფიქრობს რა. ასე არის ხოლმე ყოველთვის, რომ თუ კრიტიკა არ გაქვს და თუ არ ეწინააღმდეგები საკუთარ რწმენას, ვერასდროს ვერ შექმნი ნამდვილ რწმენას შენს თავში. იმიტომ ყველანაირ კრიტიკას, ყველანაირ წინააღმდეგობა უნდა გაიარო, რომ შენ ნამდვილად ჭეშმარიტად დაიმსახურო მამიშვილობა. თუ ეს არ იცი და თუ ეს არ აქვს გავლილი, ხო? შენ ხარ ფანატიკოსი, შენ ხარ ჩამოკიდებული დოგმატებზე, შენ ხარ ჩამოკიდებული წმინდა მამებზე. იმათ აზრზე, სხვის აზრზე. შენ არ შეგიცვნია ქრისტე. იმათმა თავისებურად გაიგეს, ყველა ინდივიდუალურად მიდის იესოსთან. მაგრამ შენით უნდა მიხვიდე. ის თავისით მიდის ქრისტე ყველა სიმის მიხედვით და იმ საზომით აძლევს ნიჭს, ვინც რამდენად იმსახურებს თავისი რწმენის მიხედვით. მისი რწმენის მიხედვით მიაგებს იესო და არა მისი საქმეების დამსახურებით. ჩვენი საქმეების დამსახურებით ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ კეთილ განწყობას იესოსადმი. იმიტომ რომ გეუბნება, თუ გიყვარს ჩემი თავი, ჩემი მცნებები დაიცავ. მცნებების დაცვა 10 მცნება კი არ არის. მცნებების დაცვა არის, რომ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ისე უნდა გიყვარდეთ თითოეული. აი ეს პრაქტიკა აწარმოოთ. ეს იყოს თქვენ შორის პირველი თავარი. რაზეც კიდია მე ჯული და წინასწარმეტყველა და ყველაფერი რაც კი არსებობს. თუ ადამიანი არ გიყვარს ისე როგორც ქრისტემ შეიყვარა ის ცოდვილები და იქ თითის უშუალოდ რო ეს დამპალია ის მეძავია შეესეთო შეისეთო და შენის არიყავი ეს რო თქვი ესე ვერასდროს ვერ მივად ქრისტეს ცნობიერებამდე იმიტომ რომ ქრისტე რას ამბობს ნახე თუ შენი თვალიდან არ ისწავლე ბეჭვის ამოღება როგორ ეტყვი შენ ძმას უნამუსო როგორ ეტყვი შენ ძმას მოდი ამოგიღო დირეო რამხელა ცოდვა გაქო საკუთარი თვალიდან თუ არ ისწავლე გათავისუფლება ცოდვისაგან ცოდვილ ადამიანს როგორ ეტყვი მოდი ახლა მე შენ უნდა გაგათავისუფლო ცოდვისაგან ჯერ შენ უნდა მისცე მაგალითი ადამიანს რომ შენ უკვე ისწავლე ეს ამ ბოროტების მიტოვება და შემდეგ უკვე შენ უნდა გახდე მაგალითი იმისთვის რომ ის წამოწიო შენსკენ და მოგბაძოს კი არ უნდა ავალდებულო აი ხშირად ხომ ვერ გაუგიათ რომ ბიჭო აი ხდეს ვახსენებას აბარებთ ხალხო ეს არის ცოდვა რატო გეტყვით იმიტომ რომ ისიც ცოდვილია უფრო მეტად ცოდვაში აგდებთ და უფრო მეტად აპრკოლებთ იმ გდელს რომ უყვებით თქვენ ეგეთ რაღაცებს. ვერ გდელს უთქვია რომ ლევანო ისეთ საზღვრებს მეუბნებიან ახსარებაშიო რომ აღარ მინდა გდობა გული მეუბნება გაშემოვიხიო კაბაო. იგეთ საშინელებებს მიყვებიან. გული მეერება ერთხელ გულით სამერიაო რა. იგეთ რაღაცებს მეუბნება და აპრკოლებთ გდებსაც და აპრკოლებთ იმ წრფედა ფუჭდება ადამიანი მე რა ინფორმაცია აფუჭებს ადამიანს. როგორც პეტრე მოციქული ამბობს. ყალბი ინფორმაცია მსმენელსაც ყალბ ადამიანად ყაყალიბებს მე რა. როცა ეგეთ სიმყარეს ისმენი, იმას ეხლა აი ბიბლიაში წყო წერია 1000 სისულელები და საზღვრები წერია. აი ეს ამაზე ბავშვი წაიკითხავს, ის ხო მე იფიქრებს, ლოტი თუ თავის ქალიშვილებთან დაწვა, იქება მეც დავწვი მამაჩემთან, მე რა მოხდა ლოტი მაინც მართალი დარჩა. და ბიბლიაში ამაზე არ წერია, რომ მისი ქალიშვილები დაისაჯნენ, ან ეს ცუდი საქციელი იყო, ან ლოტი იყო მაგის გამო არაკაცი. პირდაპირ წერია ლოტი მართალი კაცი იყო. და ამას რომ ბავშვი კითხულობს, ხო? თუნდაც ის ბავშვი მოხარშა და ჭამესო. ამაზე ხო იფიქროს მე. ესე იგი ბავშვის მოხარშა ცოდვა კი არ არის ჩვეულებრივად მოვლენაა რომელსაც ღმერთი ამაზე წაუყურებს და არაფერს რეაგირება არ აქვს და მე შეიძლება თვითონაც რომ გააჩინოს ბავშვი მოხარშოს და შეჭამოს აი ბიბლიაში წერიაო გეტყვის მე ყველა ისე არიგებს როგორც ესენი ინტერპრეტირებას უკეთებენ და შენი წმინდა მამების ინტერპრეტაცია ყველას ფეხებზე კიდია ყველა არ მოგისმის მით უმეტეს წარმართი ამას ჭირდებათ რეალური შუქურა რომ შენში დაინახონ ანუ შენ უნდა მისცე ამათ რაღაცა ისეთი რომ გამოყვნენ, აი როგორც დიდი თევზი ჩაულისო და პატარა ლიფსტები გაყვებიან მდინარეში, აი ესე ქრისტეცო. და ესე ხართ თქვენცო, ქრისტეს მიერ ძმებიო, რომ თქვენ უნდა იყოთ მაგალითის მიმცემი, რომ სხვა ვიღაც დააფიქრო, რომ მოდი ახლა ეს ადამიანი რომ თუ ამას მიაღწია, ესე იგი მეც შემიძლია რომ იგივე გავაკეთო. იმ ადამიანმა თუ ნარკოტიკები გადააგდო და ქრისტეს შეუდგა, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, ხო, რომ ქრისტე ცვლის ადამიანს. და ქრისტე გთავაზობს რას? ადამიანობას გთავაზობს, არ გთავაზობს ეროვნებას. ქართველი ხარ, სომეხი ხარ, აფრიკელი ხარ თუ რაღაცა. არა, ის გთავაზობს ადამიანობას. ის არ უყურებს ავაზაკი ხარ, ნარკომანი ხარ, ქურდი ხარ თუ ვიღაცა. ის გიყურებს შენ როგორც საკუთარ ქმნილებას. იცის შენი ყველაფერი თვითონაც ადამიანად იყო და თვითონაც განიცადა ეს ყოველდღიური შენზე მეტად განიცადა. იცის ეს ყველაფერი და ახლა შენ თუ იმას დაუწყებ თითისქნევი და იქ რომელს ეტყვი რომ შედამყალო შენ ტერიტორიები რატო წამართვი და ყველაფერს მოკითხავთ ხო? მაშინ პირველი ქრისტე გააკეთებდა ამას. ავაზაკს განეკითხავ და შენ მე როგორ მთხო სასუფეველში შესვლას, როცა ამდენი რაღაცა მიქარი. წადი ჯერ მოინანიე და მერე მოდი და მერე შეგიყვან. არ უთქვი ესეთ რაღაცები იესოს. რომ წადი ჯერ მიატოვე ის მოინანიე და მერე მოდი. არა. ასევე რომაელი ასისტავს წმენა შევუქო. რატო შევუქო რომაელი ასისტავს წმენა? როცა შულებს გოგოებს აუპატიურებდნენ რომაელი ჯარისკაცები და
ტერიტორიები ყავდა დაპყრობილი და ებრაელი ხალხი შევიწროებული ყავდა და რომელი ასის თავს წვენა შეუგო. სხვა ცნობიერება ქრისტე არის სულ სხვა რაღაცა. სხვა რაღაც გაგება აქვს. ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამე თუ მამა თქვენ იცის უწყის, რამე თუ გიხსნით თქვენ, ესე ყოველი. ჩვენ იმიტომ კი არ ვთხოვთ მამას, რომ მან არ იცის ჩვენ რა გჭირდება, არამედ ჩვენ გვაქვს დიალოგი. ხედავ აქაც სიბრძნეა საჭირო. იესო რომ ამბობს, რომ მამა თქვენმა იცის უკვე რასაც თხოვთ, სანამ რამეს თხოვთ, უკვე იცის რაც გჭირდება თუ, ეს არ ნიშნავს ლოცვის უარყოფას. მაშინ ლოცვას არ გვასწავლიდა, ხო? ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ როცა ლოცულობ, არ უნდა იყოს მომხოჭელობა, რომ აი მე ამას გავაკეთებ დაპირება და შენ ეს უნდა შემისრულო. ვაჭრული დამოკიდებულება არ უნდა იყოს. იცი, აი ხა მე რო ლოცულობ მაგალითად ის ლოცვებს. მე კარგად უნდა გამხადო ღმერთო. იმიტომ რომ ვალდებული ხარ. იმიტომ რომ მართლმადიდებელი ვარ. როცა ავალდებულებ ღმერთს და ღმერთს უწყვიტავ, როდის მოვიდეს, ეს უკვე არის ძალადობა. შენ უკვე ძალადობ ღმერთზე. და აღარ იღებ მისგან საჩუქარს. მისგან საჩუქარს რო იღებდე, იღებდე უნდა იცნობდე ჯერ. და რო გაიცნო, ამისთვის საჭიროა მისი ნათქვამი გაიაზრო. და რა უბრალოდ წაიკითხო და ნახე ლევან პეტრიაშვილმა მათ ესახარება წაიკითხა რა მაგარი ტიპი არის. ან ის ღვთელმა რაღაც სახარება წაიკითხა, რა გაიგო მთავარი ეგ არის. რას კითხულობ არ აინტერესებს ქრისტეს. იმიტომ ქრისტეც კითხულობდა ესაიაცია სამეთყვას, მაგრამ არ ესმოდათ. და რო აუხსნა რომ დღეს აღსრულდა ეს წერილიო, გაგიჟდნენ და კლიდან გადაგდება დაუპირე შენ ხო არ უბერავ. წარმოიდგენია? პირდაპირ ცხადად ეუნებოდაო, არაფერი დასამალი არ მქონდაო. სინაგოგებში და იერუსალიმის ტაძარში ცხადად ეუნებოდით, მე ვინცა ვარო და რითაც მოვედიო. არიცით მე ვინა ვარო. ყოველთვის მაგას ვძახი, მე ვარ კაცის ძე, მე ვარ ქრისტე. თქვენთვის მოსული მესია. და კიდე ვერ გაეგო და არ სწამდე და კლიდან გადაგდება დაუპირეს. ესე კლიდან გადაგდება რომ დაუპირეს, რა გამოდის რა, ჯურში არ ეწერა რომ ჯვარზე უნდა მოეკრათ მესია? თუ ვერ იცნეს. რა ვერ იცნეს კაცმა პირიქით აღიარა მე ვარ მესიაო. და კლიდან თუ გადააგდებენ ჯვარცმის გამოსყიდველი სისხლის აუცილებლობა დაიკარგებოდა მაშინ. ესე თავის თავს ეწინააღმდეგებენ ებრაელები. მოდის მესია, ხვდრები ეუნებიან ხეროდეს აგერ წიგში წერია რომ ახთა ესია სამეთყველება, აგერ არის თქვენი მესია მეფე და უცბად გადის და 2 წლამდე ბავშვებს ხოცავს, ხო? 2 წლის ბავშვებს ხოცავს და მე გამოჩნდება ქრისტე იძახის მე ვარ მესია. გადაიანგარიშები რაღაც ღვთისმთავრები გაგიჟებულები არიან და კიდე არ სწამთ რომ ეს მესია. წარმოიდგინე ასისულელი არ, ხო? და კიდე ბოლო მუხლი აქ რასაც შეეხება 34 მუხლი არის მე-6 თავის. ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რამე თუ ხვალე იგი ზრუნვიდეს თავისათვისისათვის, კმარს დღესა ამის ჭირითვისი. ეხლა აქ ამბობენ რომ ბოროტება ჩაწერეს. კმარს დღისა მის სიბოროტე თვისიო. მაგრამ აქ ესე არ წერია. სიბოროტე არ წერია, აქ წერია კმარს დღესა ამას ჭირითვისი. ანუ დღეს კი არ ჭირს რაღაცა. დღე მშვენიერია და კარგია რაც შექმნა ღმერთმა, კარგია. არამედ ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ბოროტების მხრივ. დედამიწაზე ხო ბოროტება მეფობს, ხო? არქონტები და ისინი ვინ არიან ბოროტე ძალები. სატანა ხო დედამიწაზეა გადმოგდებული, წუთიცოფლის ღმერთთაა მოხსენებული ეშმაკი, სატანა. მაცხოვარს უსწის, ხო ყველაფერი ჩემიაო დაეც დაყვანი მეციო და ყველაფერი შემოგცემო. არ იცოდა ეშმაკმა რომ უზენაესი სამყაროს შემოქმედი დგა წინ ხორცში მოსული? როგორ ეუბნება დაეც დაყვანი მეციო. აბსურდი, ხო არ ეგონა რომ ღმერთი იყო. ესე იგი არ იყო მაგას რო ეუბნება. თუ ღმერთი იყო, ღმერთი შვილი ხარ, ხო არ ეტყოდა. ეხლა ნახეშინა, დღეს არ აქვს ბოროტება, ბოროტი არ არის დღე. არამედ აქ არის საუბარი ზუსტად იმ ჭირზე, რომელიც მოაქვს ბოროტებას ყოველ დღიურად, ყოველ გამთენიისას. აქ მარტო დღე არ უნდა, დღე არ წერია, დღეში იგულისხმება როგორც 24 საათი რა, დღის განმავლობაში. ღამეც აკეთებენ ბოროტებას და დღის აკეთებენ. საკმარისიაო, კმარს დღეს ამას ჭირით ვისიო. ასე რომ ნუ ზრუნავთო ხვალე რა გააკეთოთ, ხვალე რა მოგვიტანს, ხვალინდელი დღე რას მოგცემს. ხვალინდელი დღე თავის ხვალინდელ დღეზე თვითონ იზრუნებს, თავის ჭირზე თვითონ იზრუნებს. შენი საზრუნავი არ არის ხვალინდელი დღე როგორ გამოასწორო. აი პოლიტიკოსები მაგალითად როგორ გავაკეთოთ მომავალი, უკეთესი მომავალი. რა უკეთესი მომავალი არის? დღეს რაც აქ იმით არ ახარ კმაყოფილი და უმანდური ხარ. რომელი უკეთეს მომავალს ელოდები. რაც აქ იმასაც კარგავ. და საკუთარი ქვეყნის გაგირბის ქვეყნის საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა გაგირბის ქვეყნიდან. რომელი უკეთეს მომავალზე ლაპარაკობ. ასე ამბობს იესო ქრისტე რომ ნუ ზრუნავთ ხვალისათვის. აცადე ხვალე მიზრუნოს თავის თავზე. შენი მოვალეობა არ არის ხვალ უკეთესი მომავლის შექმნა. ეს არის იმ დღეზე დამოკიდებული, ის დღე როგორ გათენება. მე ბევრჯერ მithქვია ხოლმე რომ წავიდეთ აი ხვალე რაღაცა გავაკეთოთ. გათენებულა და ისეთი მდგომარეობაა რომ ვეღარ ვაკეთებ ხა და არა და ხო დაუპირდე კაცს ვეღარ ვასრულებ. ესე იგი არ შემიძლია მე გადავწყვიტო ხვალე რას ვიზავ, რას გავაკეთე, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე რას მომიტანს არ ვიცი. ამ კუთხით ამბობს ქრისტე რომ კმარ დღეს ამას ჭირით ვის და ნუ ზრუნავთ ხვალისათვის.
გავაგრძელოთ ახლა მე-7 თავი. ეს მე-6 თავი თითქმის მთლიანად ამოვწურე. ნუ დასჯით რაით არა დაისაჯნეთ. მე-7 თავი ნახეთ როგორ წერია და-4 თავში. განეკითხავთ კი არ წერია. აი მოდი ახლა ამას კომენტარი როგორ არ უნდა გავუკეთო. იმიტომ გავწია უკვე ოქროპირები, ბულგარელები და ვიღაცა წმინდა მამები რა, ფანატიკოსები არიან, ესენი არიან წუწინასამეთყველები. აბსოლუტურად სულ ყველა. პირდაპირ ტექსტზე იმუშავეთ, დაჯიქით და თვითონ ტექსტი წაიკითხეთ რა. ეგ ტექსტიც რომელიც გადაკეთებული, აი ადის-4 თავი. ნახე რა წერია, ნუ დასჯით, რათა დაისაჯნეთ. ყველა ვინც ვიღაცას ცუდს გაუკეთებს, გაამწარებს, აწამებს, ყველას დედა ეტირება აბსოლუტურად რა. ჩემი პირადი პრაქტიკიდანაც გამომიცდია რა, ვისაც რამე ცუდი მიმართებ, ანალოგიურად ჩემთვისაც მოუმართია ვიღაცა უცხოს. მე რო შევწყვიტე უკვე შეურაცხყოფის მიყენება, ღვთლები იქნებიან თუ ადამიანები იქნება თუ ეს მუქარი სტილი ხო, მუქარით ლაპარაკი, მე უკვე ჩემს მიმართაც შეწყვიტეს ესეთი დამოკიდებულება რა. ანუ რა ზომითაც სხვას დაარტყავ, იმ ზომით გირტყავენ. შენ თუ არ შენ თავს არ დაარტყი, სხვა არავინ არ დაგარტყავს. ხო მიხვდით რაზე მაქვს საუბარი რა. ასე რომ აქ ამ კუთხით წერია და არა საერთოდ არავინ არ განიკითხო და ღვთლებს რატო განიკითხავ, ეს არის მაგათი აფიორა რა, რაღაცა ბოდავენ რაღაცას. პირდაპირ ამბობს აგე იესო ქრისტე. ნუ დასჯით, რაით არა დაისაჯნეთ. ანუ თქვენ განაჩენი ნუ გამოგაქვთ და ნუ აწამებთ. გინდა პატიმარი იქნება, გინდა ადამიანი იქნება, გინდა იმ მოსაკითხებზე რომ დადიან. თქვენ ვინ ახართ, რომ ვინმეს ჯით? ან ვინმეს ანათემას გადასცემთ. გინდა ღვთლები, გინდა ერისკაცები, გინდა თავრობის წევრები. არა გაქვთ თავისუფლება თქვენ ადამიანი. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალება, რატო კეთავ იმას ციხეში? რატო კეთავ იმას? იმ დააშავა გამოვიდეს უარის გააკეთებს? არა, ქრისტე გეუბნება, მე ასეთი წოდულებისთვის მოვედი, მაგათ მოსახმობად მოვედი. შენ იმას კეტავ. და ვიღაცა მატყუარებს წინაპლაზე უჭერს, რომელიც იმ ტყუილში ბევრი მკვლელობები ხდება და არ არის რა ქვია, ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს მოაგვარებს. და ის ადამიანი, ვინც უნდა ბოროტება აღკვეთოს და ცოდვა აღარ ჩაიდონ ადამიანს, ამდენი უსამართლობა და განუკითხაობა, ამ მკვლელობები და მრუშობები არ მოხდეს, შენ იმ ადამიანს აჩუმებ. მოგდელი არ ქადაგებს რომ მრუშობა ცოდვაა, პოლიციელი არ ზრუნავს იმაზე რომ არ მოიპაროს ვინმე. პირიქით. რომ მოიპარავენ ციხეში აწყობდნენ. კაცო, ის აღარ უნდა ვიზრუნოთ რომ ერთხელ და სამუდამოდ იმ ქურცაც ისეთ პირობები შევუქმნათ რომ აღარ მოიპაროს. პატარა ბავშვი შემოვიდა ერთხელ იქა და კინდერ სურპრიზები ერთ 30 ლარისა წაიღო. პატარა ბავშვი ხო ვერ დაიჭერა რა. მაგრამ ჩავედი გავაჩერე, ვკითხე საიდანაა გიყიდე, არ მიყიდე, რატომ მოიყვე, აი ფული არა აქვს და რაღაცა მოუნდა ბავშვი დიდი ხანი ეროდება და მოიპარა. ეხა ის რო ერთხელ გაუვა, მეორე თხო კიდე იზავს, მესამე თხო კიდე იზავს, შეიძლება უფრო მეტი მოიპაროს. თვალი ხარბი არის. მაგრამ რაც არ გერგება, არ უნდა წაიღო, იმიტომ შენი არ არის. თამით უმეტეს რაღა კინდერ სურპრიზებს ყიდულობ, აღა ეს მოგწონს. აგე ჩოლებრივი სნიკერსი იყიდე, ხო საკმარისია, თან აქციაში არის. არა, ის 6 ლარიანი უნდა. აიგე? აი ამიტომ არის ადამიანს უნდა მიახვედრო, რომ რატო არის არასწორი მოპარვა. არა იმიტომ რომ ყველა ამართლებს მაგას რომ აი ვისაც რა მოგვინდება ისე გავაკეთო, აბა რა მოუნდა ეხა და ბავშვია და რაღაცა. ბავშვი ვარ, ბავშვობიდან იწყება აღზრდა და გარყნა მე ბავშვობის. ბავშვმა თუ არის ის თვითონ რატომ აი სიმსახურებს და მაგიტომ უნდა შე რა იცი ვინ რა სიმსახურებს, როცა გეუბნება რომ ვინც იპარავს, თვითონ ის მპარავსაც მოპარავენ. ეს მეორდება რა. მეორდება ესეთ რაღაც. შენ თუ ვიღაცას მოპარე და იყავი მომპარავ, შენც ვიღაცა მოგპარავს, ისე რომ ვერ გაიგებ, თან შეიძლება შენიანი იყოს. გიბრუნდება ყველაფერი. როგორც ეს მაგალითი აი მათესახარები მე-7 თავში ამბობს. ნუ დასჯით, რაით არ დაისაჯნეთ. მერე და რომლითა სასჯერითა სჯიდეთ, მითცა ისაჯნეთ და რომლითა საწყაურითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქვენ. წარმოიდგინე. არის პერიოდი ქურდებს იჭერ უშო და არიგებ ჭკუაზე არ მოიპარავ და მე გადის პერიოდი და შენ თო ხდები ქურდი. წარმოიდგინე, ხვების ჭკუაზე დამრიგებელი, შენ თო ვარდები იგივე წოდვაში. ეგეთ პერიოდი მეც ჰქონდა, ჩემს პრაქტიკაშიც ჰქონდა. მაგრამ როდესაც შენ უკვე შეწყვეტავ სხვის ჭკუაზე დარიგებას, სხვის მოვალეობას შენ საკუთარ თავზე რომ აი ჭკუაზე დამრიგებლობით ისა გაგდა რაღაცა აკონტროლებ თვითონ რაღაცას. შენ იმის ცოდვებს იღებ, ანუ იმის პასუხისგებლობას იღებ რა. ვინ მოგცა შენ იმის დასჯის ან სასჯელის მიცემის უფლება. ანალოგიურად შენც იგივე ვარიანტში დაიჭები და შენც იგივე ვარიანტში მოგეძღება. აქ უკვე რაღაც საიდუმლოებაა რა. იმიტომ რომ ნახე ცოტა ის აუხსნელი არის და გონები ადამიანი გონებისთვის გაუგებარია, იმიტომ რომ როგორ ეხა ჩემში შენიშნა არ მივცე? რა, ჩემში შენიშნას რომ მივცე, მეც იგივეს გავაკეთებ. არ არის ესე? რამდენი მშობელი უშლის თავის შვილს ტელეფონში ჩახედვას. მაგრამ რამდენი მშობელი უყურებს დილასაღამო ტელეფონს? მეც მით უმეტეს.
ესე იგი ის ბავშვია, ის ამხელა დონემდე ვერ მოვარ, ხა დაჯდა სახარება წაიკითხოს და ჩემს ამ ლაივებში გავგეს. მაგრამ ბავშვია და უყურებს რაღაც თამაშებს, ხო? მიდიხარ და უშლის შენ იმას. მაგრამ ამავდროულად შენ თვითონ ხარ დილასაღამო 24 საათი ლაივში და ტელეფონში. და ვერ გაგიგდე ტელეფონი ხელიდან. და ისიც რო გაიზრდება მე, ისიც ჩვენსავით იქნება. და ისიც თავშვის უნდა მოსთხოვოს, ანუ ხო ხდებით რისია რა, ჩვენ თვითონ ჩემ შვენ შულებს უგწევთ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვახშავებთ. და ჩვენ მაგალითს კი არ ვაზრდეთ, ჩვენ ადამიანს ვაგით ვაზიზღებთ თავს. და ეს ადამიანი ამას ვერათ ვიცნობიერებს, გონია რომ რახა მშობელია, მას აქვს უფლება რომ თავის შვილს ისე მიმართოს და თავის შვილი ისე დაიმორჩილოს, როგორც მას აწყობს. ეს უკვე დიქტატორია, ეს აღარ არის სიყვარული. ბავშვს უნდა ეს მოდეს, რატომ არ უნდა გააკეთოს? აი თუნდაც ეს ახსარება ზიარება და მღვდლები რომ პასუხისმგებლობელი იყავენ სულიაშვილები. რა სულიაშვილებაზე იღებენ პასუხისმგებლობას? ხალხი გარბის დაძრინდა და არავინ არ არის მომკითხავი იქიდან. პირდაპირ მღვდელმა მითხრა რომ გინდა მოხვალო არც გამიხარდებაო და რომ წახვედი არც მეწყინებაო. პირდაპირ მღვდელმა მითხრა. და ეგ არის სულიერი მამა და ეგ არის სულიერი მოძღვარი და ეგ ზრუნავს თავის სამწყსოზე? რომ არ იცის თავის სულიაშვილს რა დაემართა იქა, რა მოსდის? ეს აღარ არის სულიერი მამობა და სულიერი შვილობა და ურთიერთობა. როცა მახსარების მეთოდითაც შენ კიცხავს და ფაქტურად გჯის კიდევაც ეპიდემიის სახით, ხო? არ ეზიარო. ვინ ახარ მე რომ მიწყვიტა მე ვიზიარები თუ არ ვიზიარები? ვინ მოგცა შენ ამის უფლება ქრისტე გეუბნება არ დასაჯო. ნუ დაჯდით რომ იმავე საჯერით არ დაისაჯოთ. და თვითონ ასაც ცოდავენ, იმას მალავენ, იმიტომ რომ მრუშობის გამო 6 წლიანი თუ 7 წლიანი უზიარებლობა ბასილი დიდის მიხედვით. რამდენი მღვდელია დღეს მრუშობაში? მრუშობაში კი არა, ბორდელებს ეთანხმებენ და ბორდელებშიც დადიან. მარტო ბორდელებს თავი დავანებოთ კაცო. კიდე 1000 გარყვნილება არის, ხო? რომელ ჯურის კანონზე რომელ იმაზეა, მაშინ მოგიდგეთ ჩვენც. ხალხი მასე და მოგთხოვოთ ყველაფერი რაც გევალებათ. მოგეწონებათ ეს? მაშინ თქვენც ნუ მოთხოვთ ხალხს იმას, რაც მძიმეა ხალხისთვის. იმას ნუ აკიდებთ ტვირთს, როგორც იესო ამბობს. თვითონ არ ატარებენო იმ სიმძიმეს და ხალხს აკიდავენო თავის ტვირთსაც და ხალხის ხარჯზე არიან. ამერთ ნუ დაემსგავსებითო. არუჩი ამაკიდეთ. დღეში 7 ჯერ მოდის ეს ჯართი ბიჭო, იმ შემჭამა ის მინაბიჯი. გავაგრძელოთ. რა ისახედავ წველსა თვალსა შიდა ძმისა, შენისასა და თვალსა შინა შენსა, დვირესა არა იხედავ? ანუ ვითარეთყვი ძმასა შენსა, მაცადე და აღმოგიღო წველი იგი თვალით შენი და აჰა ეგერა დირე გიც თვალსა შენსა. ორგულო აღმოღაიღე პირველად დირე ეგე თვალისგან შენის და მაშინ იხილო აღმოღება წველი თვალისგან ძმისა შენისა. ნახე რა სამობს. წერა როგორც თქვით რა, თუ საკუთარ შინაგანში არ გზნობ რომ დამნაშავე ხარ და არასოდეს არ ცდილობ რომ ეს გამოგეწორებინე, არც გაწუხებს შენ ეს, არც გადარდებს. მე რა მოხდა, ჩვენ ცოდვილები ვართ. მაშინ შენ რატომ მიმართავ შენ ძმას რომ ეს არ გააკეთო? ეს ცუდია. შენ თვითონ თუ არ აკეთებ, შენ თვითონაც თუ აკეთებ ამას და ეთანხმები რომ ის კარგია. სხვას რატო ამტყუნებ რომ ეს არასწორია? შენ უნდა გქონდეს ჯერ გათვითცნობიერებული რომ ეს საქციელი ცუდია და გამოსწორებული, რომ სხვას მერე მიმართო რომ ეს არ ჩაიდინო. მომწერეს ახლა უნდა გავიდე მე დიდი ხანი უნდები ამას და მე თავი მინდა რომ დავამთავრო და მე გასასვლელი ვარ. მე თავი. ნუ მისცემ ციწმინდესა ძაღლთან, უნდა დაუდებთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორს და რაით არა დათრგუნონ იგი ფერხით და მათიდან მოგექცენ და განხედქნენ თქვენ. ხედავ, ძაღლებში ის პოლიციელები კი არ გულისხმობენ ხა ცუდი სიტყვა რო პოლიციელი. პოლიცია ნიშნავს სამართალ დამწავს. ანუ ის ვინც ღვთის კანონზომიერებას იცავს, რომ ეგ რო არ არსებულიყო ეგ სისტემა, მაშინ ყველაფერი თავდაყირად დადგებოდა. ანუ ყველაფერს თავისი მოვალეობა აქვს რა. მეთვალყურეებად არიან დადგენილი რომ ზღვარს არ გადავიდნენ. აი ხშირი მკვლელობები არ მოხდეს, გაუგებრობები არ მოხდეს. თავი დავანებოთ ახლა ქუჩაში რაც ხდება, კიდე სხვა თემა არის, ქუჩა სხვა თემა, მაგრამ ოჯახში ხდება ესეთი. შვილი მამას კლავს, მამა შვილს კლავს, შვილი დედას კლავს. ბრცალი დედამთის ემუქრება და მთელი ამბები რა, მთელი ბოროტება. მკვლელობებიც მოხდა რა, ხო, ცოლი ქმარს კლავს. რამდენი შემთხვევა იყო, მანქანაში აჩეხავ და ხევში გადავიდო თავისი ცოლი. მრუშობის ნიადაგზე, ეჭვიანობის ნიადაგზე. ხო. ეს ხო ხდება რა, პოლიცია ხო ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. ეგეც რო არ არსებოდეს, ჩათვალე რომ რამდენი რაღაც მოხდება, ხო? უკვე დაცული აღარაფერი აღარ იქნება. მაგრამ ეს დაცვაც რა საჭიროა თუ კი ყველაფერი სამართლიანად ვითარდება ქვეყანაში. მაშინ აღარ დაცვით არ უნდა იარო თუ შენ წმინდა კაცი ხარ და მართალი კაცი ხარ. არაფერი არ უნდა იყოს დასამალი. აკეთებ, ცუც აკეთებ, ეს შენი სასჯელია, შენ უნდა მიიღო და შენ ხო პასუხისმგებელი ხარ და ვარ უარყოფ ამ სასჯელს, არა მიიღებ სასჯელს.
შენი არჩევანია და ვიღაცა შენ არჩევანს რომ გიკრძალავს და გიზღუდავს და კეტავს. აი ეგ არის ყველაზე ცუდი. შენ თავისუფალი აღარ ხარ. შენ გინდა თავისუფლებისათვის რაც გინდა გააკეთო შეეწიო და მიიღო მას პასუხი რომ შენ თვითონ მიხვდე რომ ეს ბოროტებაა ჩემი თავისთვის. თუ ადამიანი ამ ცნობიერებად არ მივიდა რომ ეს აქციელები ჩემი თავისათვის ბოროტებაა, ის ყოველთვის დარჩება იმ ბოროტებაში. არასდროს არ მიატოვებს იმ ბოროტების გზას. ქრისტე უნდა შეეხოს, როგორც ბარაბას შეეხო, როგორც იქ ავაზაკ შეეხო, რაღაცა უნდა შეეხოს, ისეთი რომ მარადისობისათვის, სასופველის სიმართლისათვის უღირდეს ამ ქვეყნიურის ხაზგადასმა. აქ არაფერი არ არის ისეთი, რის გამოც გული უნდა დაგწყდეს. არც ცოლი, არც შვილი, არც მშობლები, არც ქონება, არც ტიტული, არც მთავრობა, არც ხელისუფლება, არაფერი არ არის ის გულიზეც ჩვენ აქ გული უნდა დაგწყდეს რამეზე. არაფერზე გული არ უნდა დაგწყდეს. როცა ქრისტეს შეიცნო და მარადიულ სიმართლეს, სათასაზოფეულის სიმართლეს, რომელიც ეცეთა მომდინარეობს, შენ უკვე აქაურზე გული აღარ წყდება. იცი რომ აქ სამართალი არ არის და ვის შევჩივლო. იცი რომ შენ ქრისტიანობა დევნილობაა და შენ ამას სიხარულით უნდა იღებდე. და გული არ უნდა დაგწყდეს, თუ გამოგაგდეს ტაძრიდან, იმ მღვდელმა ვერ გაგიგო, ისიც ცოდვილია, იმას თავისი გაჭირვებაა. ჯერ მღვდელი რო არის, ეგ უკვე ცოდვაა, მღვდელი რო ხდები. იმიტომ რომ ქრისტიან მღვდელობა გააუქმა. და ესენი ქრისტეს მიმდევრები კი არ არიან, ქრისტეს მტრები არიან. რაც გააუქმა ქრისტემ, ამათ მე ისევ დააბრუნდეს. და როგორ არის ქრისტესმა? ის, ვინც ქრისტეს რაც გააუქმა, იმას აღადგენს ისევ. ხო, ხოლო ითხოვდი და მოგეცეს თქვენ, ეძიებდი და გპოვო, დირექტი და განგეხოს თქვენ. აქ საუბარი არის იმაზე, რომ აი ხო ამბობენ იპოვე, რასაც ეძებდი ლევან დამცინიან ხოლმე რა. მე ვეუბნები, აი ქრისტეს სიტყვებს. ეძიებდი და გპოვო, დირექტი და განგეხოს თქვენ. როცა ეძებ, იმ ძიებით რაღაცას კი არასრულებს, სასופველის ძიება დასასრულებელი პროცესი კი არ არის. სანამ არ წავსდგებით ქრისტეს წინაშე და პირნათელები იქამდე ჩვენი ძიება არ დასრულდება. ძიებით ვასრულებთ, ხო? მაგრამ აქ ნახე რა საუნს, როცა პოვით, რაღაცას როცა იპოვით, ეძიებ და იპოვი. იმას კი არ ანებებ ნებას, ვიპოვე და სულ დამთავრდა. მე ეს ახლა ვიპოვე და დამთავრდა. არა. ახალი ჩნდება, იმ ახალს ეძებ მე, იმ ახალსაც იპოვი. მუდმივი პროცესია ეს ძინება. ითხოვდი და მოგეცეს თქვენ. ანუ აქ არის არა ის რომ მოითხოვე და მოგეცეს. არა, ითხოვდით. ის არის მრავლობით ფორმაში აქვს, მუდმივ ფორმაში დგას ეს სიტყვა. ეძიებდით. და არა, უყურე როგორ არის მოიძიეთ და იპოვეთ. და დასრულდა. არა, ეძებდით და ხპოვებთ. ეძიებდით. მომავალი პროცესია ძიების, ეს არ არის დასრულებად. როგორც მე მეუბნები, აბა იპოვე, რასაც ეძებდი. ხო, რო ვიპოვე, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ იმ პოვნით მე ახალი გზა გამიხსნა. და იესოც ამბობს, ჩემს საიდუმლოებს უხსნი მათ, ვინც ამ საიდუმლოებს მიღების ღირსი არის, ყველას კი არ უხსნის. რამე თუ ყოველი რომელი ითხოვს მიიღის და რომელი ეძიებს იპოვის და რომელი ირექს განეღის. ხოლო ვინ თქვენგანი კაცი რომელსაც თხოვდეს ძეთვის იპურსა ქვანუს მისცეს ამას, ანუ თევსა თუ თხოვდეს გველი ნუ მისცეს ამას, უკვე თუ თქვენ უკეთურთა იცით ნიჭისა კეთილისა მიცემა ის შვილთა თქვენთა რაოდენ არა უფრო ის მამამა თქვენმა ზეცათამა მოსცეს მათ კეთილი რომელიც თხოვდეს მას. ყოველი რაიცა გნებავს რაიცა გიყვეს თქვენ კაცს და ეგრეცა თქვენ ყოფდით მათთან მიმართ რამე თუ ეგრე არ ჯული და წინასწარმეტყვი. ესე იგი რაც შენ არ გინდა რომ დაგიშავან არ შენ არ უნდა გაუკეთო სხვას. და თუ ვიღაცა შენ გიკეთებს ის აუცილებლად დაიჭება. შენგან არა. ღმერთისგან. იმიტომ რომ ნუ დასჯით რათა არ დაისაჯეთ თუ თქვენ გწამთ იესოს სიტყვები ამდროულად ესე მოხდება. და რა სასჯელითაც სხვას გამოუტანთ განაჩეთ იმ სასჯელით თვითონ გამოუტანთ საკუთარ თავს. ეს პროცესია, ეს ესეთი რაღაცა არის, ესეა მოწყობილი ეს სამყარო. და ასევე ამბობს, თუ თქვენ უკეთურებმა ვიცითო თქვენი შვილებისათვის რა კეთილი მისცეთო, ხო, ნიჭი მისცეთო და ყველაფერი საუკეთესო მისცეთო, განაო მამა ჩემიო, ზეცათაო, მამა თქვენ ზეცათაო, არ იზრუნებს თქვენზეო? სად არის თქვენი სარწმუნოება, რომ თქვენ ისი არ დაგტოვებთ? თუ ყველაფერი მისი შექმნილი არის, შენ დაგტოვებს ისე? განა იმან არის ეს უკეთესი რა არის თქვენთვისო? შევიდოდეთ იწრო ის ამას ბჭეს, რამე თუ ფართვას ბჭეი და ვრცელას გზაი, რომელმა მიიყვანის წასაწმედელად, მრავალ არიან რომელიდან მის მიერ. ეხლა მეუბნებიან მართლმადიდებლობა ამდენი ხალხი მისდევს და აი შენ ეხლა ერთი ხარ გამოტყვი აქა და აკრიტიკებ. აქ გეუბნება ქრისტე, რომ სიმრავლეში არ არის ჭეშმარიტება. ის ვინც მრავალნი არიან, ისინი დადიან ფართო გზაზე, მაგრამ ცელი გზა არ არის ქრისტიანობა, ეს არის იჭრო ბჭე, რომელზეც ცოტანი დადიან. ცოტა ცხონდება, ცოტა გადარჩება. და არა სიმრავლე. სიმრავლეს ნუ უყურეთ მეგობრებო, რომ მრავლად აი სიმრავლე მაირჩია და აი უმრავლესობით ესე გადაწდა და ესენი რა მაიტყუიან. მე სიმრავლეს არ უყურებ, მე უყურებ ვიწროს რაც არის და ვინც ცოტა დადის იმის გზას. რამე თუ იწროას ბჭეი და წული გზაი, რომელმა მიიყვანის ცხოვრება და მცირედნი არიან, რომელი პოიან მას. თვითონ იესოს იტყვებიან, ახლა მცირედნი არიან. სიმრავლეს ყურადღებას არ აქცევს იესო. მცირედებს აქცევს ყურადღებას. აი ავაზაკი, ცოტა ისეთი ხალხი რა, იშვიათი ხალხი, ძვირფასია იმისთვის ეს ერთი. და მცირედი.
და არა მრავალი. ხოლო ეკრძალეთ სრულწინასამეტყველთა მათგან, რომელი მოუდოდიან თქვენ და სამოსითა ცხოვართა ხოლო შინაგან არიან გელიმტაცებენი. აი სრულწინასამეტყველი. იონე ოქროპირი იყო სრულწინასამეტყველი. პატრიარქები იყვნენ სრულწინასამეტყველები. კი. იმიტომ რომ დათქვეს ბოლო ჟამის თარიღი და არ ახსოვდა, არ მოვიდა იესო ქრისტე. იონე ოქროპირმა დაადგინა ჟამი, არ მოვიდა იესო ქრისტე. ესენი არიან სრულწინასამეტყველები, ამაზე იესო გვაფრთხილებდა. პატრიარქები, ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები, პატრიარქი იყო იგივე კონსტანტინოპოლის იონე ოქროპირიც. ღვთლებს განეკითხავდა იქ ოქროპირიც. და ასეთ მოყოლებული ვინც არის ეს იერარქები, ესენი არიან სრულწინასამეტყველები. თუ იტყვიან და არ შესრულდა, ესე იგი სრულწინასამეტყველი ყოფილა. და ის იესო ქრისტეს მიმდევარი არ იყო არასდროს, არც სიცოცხლის განმავლობაში და არც სიკვდილის მერე. ასე რომ როგორ შერაცხეს ოქროპირი წმინდანად შემამდე არ მოდის. გელიმტაცებელნი არიან. ნაყოფისა მათისაგან იცნეთ იგინი ნუ მონუის თულიან ეკალთაგან ყურძენი ანუ ყუროის თათაგან ლეღვი. ესეთ ყოველმა ხემან კეთილი ნაყოფი კეთილი გამოიღეს, ხოლო ჯერკვალმა ხემან ნაყოფი ჯერკვალი გამოიღეს. ესე იგი აქ არის საუბარი, რომ მათი ნაყოფებით იცნოთ მათ, აი დააკვირდით როგორ იქცევიან, რა საქმე აქვთ, რა კეთილი განწყობას იწვევს თუ არა თქვენში მათი ქმედებები. და მე კითხვას ვავს რა, ყურძნისაგანო ეკლებს ხო არ კრეფენო და ყუროის თავთაგანო ლეხვს ხო არ იღებენო რა, ასეა ეგენს ხო? განსხვავება სად მღვდელმთავარი და სად ქრისტიანი ხო? რა შუაშია? მღვდელმთავარი და პლუს ქრისტიანი არ არსებობს ეგეთი რაღაც. იმიტომ რომ ქრისტემ მღვდელმთავრობა გააუქმა. ქრისტეს მღვდელმთავრობა არავის არ გადაეცემა. ის არის ერთადერთი მღვდელმთავარი ზეცაში, ხელთუქმედაზე. და ამათმა ჩაანაცვლეს. ესენი გახდნენ ქრისტეს ნაცვლები. დედამიწაზე. და ეს უკვე ამარტია, ანუ შეცდომა. ესენი არიან რომ ვერ გამოიღებენ ნაყოფს, კეთილს, იმიტომ რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იესოს. ვერ ხელეწიფების ხესა კეთილისა ნაყოფისა ჯერკვასა გამოღებად, არცა ხესა ჯერკვასა ნაყოფისა კეთილისა გამოღებად. ხო, ბოროტ ხესო გამხმარ ხეს კეთილი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია და კეთილი ხეს კიდე ბოროტი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია. ყოველი ხე არ გამომღებელი ნაყოფისა კეთილისაი მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედოს. ანუ ვიღაცა ვინც ის სიკეთე და არ აკეთებსო, ესეც უკვე მოიკვეთებაო რა ესეთი ადამიანიც. აი იცოდე რომ ეს ბოროტება არ გამოხვიდი არ თქვა რომ ბოროტება. იცოდე რომ სიკეთე არის ეს და არ გააკეთო სიკეთე, ესეც ბოროტებად კეთდება. უნაყოფობაში კეთდება. აც უკვე ნაყოფისა მათისგან იცნეთ იგინი. ხედავ ნაყოფისა და ის სამარიტელის იგავირება ხო? მღვდელმა ჩაუარა არ მიაქცია ყურადღება, მე ლევიტელმა ჩავიარა ყურადღება არ მიაქცია და მე სამარიტელმა ჩაიარა და დაინახა ეს გაძარცვული კაცი და მიხედა და წაიყვანა სასტუმროში დააბინავა და აქედან რომელია მოყვასიო აი ესა. დლობა ტაძარში სიარული და ის კი არ არის თავარი. აი ტაძარში რომ მიდიხარ და ვიღაცა შეხვდეს რომ მოდი მომეხმარე შვილო გადამიყვანე და შენ კიდე წადი რა მეჩქარება წირვაზე. ეს არ არის არ შეგეთვლება. შეგიძლია ტაძარში დააგვიანო, მაგრამ ქალს რომ მიეხმარე და გადაიყვანე გზაზე, აი ეგ ჩაგეთვალოს ტაძარი უფლის მსახურება და არა ის იქ რო გეჩქარება და იქ რო დაგაგვიანდეს. არა ყოველმა რომელმა რქვას მე უფალო შევიდეს იგი სასუფეველსაც ცათასა. არამედ რომელმა ყოს ნება იმ მამისა ჩემისაი რომელი არ ცათაშინა. ხედავ? მე კი არა ვარ ყოცო. ეს რა იესო მარადიულად იყო ზეცაში? არა, დატოვა ზეცი და ჩამოვიდა მიწაზე. და ამბობს რომ მამა ჩემი ზეცაში არისო. აქ კი არ არის ჩემი სახითო. ხო, და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რაც ვერ გაუგიათ რა. იესო ქრისტე ხო ამბობს რომ თუ არ წავალ მამასთან თქვენზე არ მოვასწრული წმინდა. ხო იძახის მაგას. წასვლა რაღაც საჭირო იყო თუ სამება ღმერთი აქ იყო, ხო? და მამა და ძე და ერთ არსი და ერთი ღმერთი არის. წასვლა რაღაც საჭირო იყო. აგერ შეუბერა და მისცემდა სული წმინდა როგორც ის გააკეთა მის წასვლამდე, ხო? მაგრამ ნახე რა ხდება ეს ადამიანური ბუნებით ამომდავ. კაი, როცა აღდგან მკვდრეთით ადამიანური ბუნება იყო მაგ დროს? ხო ღვთაება იყო, ხო ღმერთი იყო. ხო, წავიდა ღმერთი ზეცაში. ხო მაგას ვეღარ იტყვით მე რომ ადამიანური ბუნებით იყო, რადგან ორისგან ერთი შექმნა და იქ აღარ არის განსხვავება ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. რას ამბობს? დროისა და ნიშნების ისინი თქვენი საქმე არ არისო, გამოანგარიშებაო, რაც მამამ დაადგინაო. ავდივარ მამა ჩემთან რომ გამოგეგზავნოთ იქიდან სულიწმინდაო და დაელოდეთ იმ დღეესო, როცა მე თქვენზე მოვავლე სულიწმინდასო. 40 დღეს ამაღდა და 51 დღეს გადმოვიდა სულიწმინდა. მაგრამ სახარებებში წერია რომ შებერა სულიწმინდა და მიიღეთ სულიწმინდაო და სულიწმინდა შებერაო. და ვიღაცა გამოთაყვანებული გამოვიდა იძახის რომ ძისაგან სულიწმინდა არ გამოდის. სამების დოგმატი ძისაგანაც გამოდის სულიწმინდა, მაგრამ უპირველესად მამისაგან. თუ შენ მაგ კონსტანტინოპოლის კრებას ეთანხმები ავგუსტინე ჰიპო, აი ესეთი წმინდა მამა ნეტარი ავგუსტინე ზუსტად მაგას აციტირებს თავის წიგნში. სულიწმინდა გამოდის რა ძისაგანაც, ასევე გამოდის უპირველესად მამისაგან და ძის მეშვეობით მოერინდება. მაგრამ იესო სხვა რაღაცას ამბობს. იესო არ ამბობს რომ მე გაძლევ თქვენ სულიწმინდას. იესო ამბობს რომ მე თუ არ წავედი მამასთან და არ ვთხოვი არ მოვა. რატო არ თხოვს მაგალითად მამა ძეს სულიწმინდა მომეციო? რატო ითხოვს ძე მამისაგან სულიწმინდის მიცემას? და მე მოწაფებზე რომ მოავლინოს. იმიტომ რომ უპირატესია, უწინარესია. აი ამას ეს არის სამების დოგმაც რაც არ ღვევს და სამების დოგმატი რასაც ეწინააღმდეგება ანუ იესოს სიტყვებს რა.
ყოველთვის დამდგარი განიდებული სხეულის მქონე იესო ადის ეცაში და იცახის რომ თქვენი საქმე არ არისო დროისა და ჟამების დადგინება, როდის მოვა მეორედ მოსვლა. არამედ დაელოდეთ იმ დღესო, როდესაც გადმოვა თქვენზეო სულიწმინდა და მიიღებთ. ესე იგი ჯერ კიდევ არ აქვს სულიწმინდა მიღებული. ეს არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო? რომელ მამასთან უნდა ასულიყო თვითონ იესო თუ ერთ არსი არის. რაში ჭირდებოდა მეორე ხიბოსდას მამისადმი რამის თხოვნა რომ სულიწმინდა მიეცა მისთვის. თუ კი სულიწმინდა თავად იესოა და მამაც ერთდროულად და თანამარადეულად ყოფობენ ერთმანეთში. უფალო არა ყოველმა რომელმა რქოს მე უფალო ლაივში ვარ უნდა ამასაც დარეკვები რა ხო გითხარი ორის მერე მეთქი არა ყოველმა რომელმა რქოს მე უფალო შევიდეს იგი სასუფეველზე ცათასა არამედ რომელმა ყოს ნება იმამისა ჩემისა რომელსაც ცათაშინა მრავალთა მქონან მე მას დღესაშინა უფალო არასახელი და შენითა წინასა მეტყოლებდით არა და სახელი და შენითა ეშმაკთა განვასხემდით და სახელი და შენითა ძალსა მრავალსა ვიქმოდეთ მაშინ რქვა მათ ვითარმეთ არასა და გიცოდეთ თქვენ განმეშორნით ჩემგან ყოველი მოქმედი უჯულოებისანი ყოველმან რომელმან ისმინა სიტყვანი ესე ჩემნი და ყვეს იგინი ემიგავსოს იგი კაცსა ბძენსა რომელმან აღაშინა სახლით ვისი კლდესა ზედა და გარდა მოხდა წვიმაი და წარმოეცნეს მდინარე და ანქრევდეს ქანიდა და ეცნეს სახსა მას და ვერ დაეცა რამოდო დამყარებულიყო იგი კლდესა ზედა და ყოველსა რომელსა ესმეს სიტყვანი ესე ჩემნი და არ აყვნეს იგინი ემიგავსოს იგი კაცსა ცოფსა რომელმან აღაშინა სახლით ვისი ქვიშასა ზედა და გარდა მოხდა წვიმაი და აღდგეს მდინარედი და ქრიოდნეს ქარნი და ეცნეს სახსა მას და დაეცა და იყო დაცემა იგი მისი დიდ ფრიად და იყო რაჟამს წარასრულნა იესოს სიტყვანი ესე უკვირდა ერთსა მას სწავლა იგი მისი რამე თუ იყო სწავლად მათა ხელმწიფე და არა ვით არ წიგნობარი მათი ესე იგი იესო ქრისტე მათი წიგნობრების მიხედვით კი არ ლაპარაკობდა ვის დაწერილიდან წაიგითხავდნენ და აი მამა განმარტებას კითხულობდნენ რაბინების განმარტებას და შენ დამლოცო და ბარუხათა კი არ დადიოდნენ აქ რაბირაბის კი არ იძახდნენ იესო ქრისტე ასწავლდა იმას რაც დარწმუნებული იყო რისიც თავად ჯეროდა და ნანახი ჰქონდა მამასთან დარწმუნებით ლაპარაკობდა ამიტომ იყო მისი ხელმწიფება სწავლაზე ძლიერი რომ ბევრი ხალხი მისდევდა მას აი ეს იყო პრობლემა რის გამოც მოიშორეს თავიდან იესო ებრაელებმა რომ მათ არ ქონდათ ის ცოდნა რაც იესოს ჰქონდა ცხოვრებისეულად მათ წიგნებიდან ქონდათ ეს ცოდნა მათ ეს გაზარდეს ასწავლეს დააზეპირებინეს მაგრამ რეალობაში ისინი არ ასრულებდნენ იმას რადგან რასაც ლაპარაკობენ იმას არ აკეთებენ რასაც გეუბნებიან მოусმენთ მაგრამ მათსავით მოიქცევ რადგან ამბობენ და არ ასრულებენ და იესო რასაც ამბობდა იმის გამკეთებელიც იყო რასაც პირდებოდა იმას ასრულებდა კიდევაც ამიტომ იყო ძლიერი და ამიტომ ამბობს რომ მარტო ის კი არა უფალო არამედ რასაც მე გეუბნებით ის ვინც ასრულებს ჩემს სიტყვებს და ჩემი სიტყვების მეშვეობით პრაქტიკაში ახორციელებს ის იმას ამსგავსებს იმ კაცს რომელმაც კლდეზე აშენა თავისი სახლი და გადარჩა წავნას და ვინც წაუყურებს იესოს სიტყვებს და თავისი ხუშტურებით ცდილობს იქ მდელობა გააპრაოს, მამაობა გააპრაოს, ასეთი მოვა თქეში და წალეკავს, როგორც კომუნისტებმა ზარების ქვეშ შეაგდეს თვლები და ამობუგეს. იმიტომ რომ არასწორად ასწავლიდნენ. თორემ მდელობა რო არასწორი ყოფილიყო და ქრისტიანობა კი არ დატოვებდნენ იქა, ხო? და ეს არასწორად ასწავლიან. გამი ჩაიწო შავი კაბები, კანკელები გამართ, ეს იქ რაღაცა წუმპლაობენ, ახსარება ზიარება, ეს არ არის ქრისტიანული. ეს არ არის შესაკრებელი, იესოს ესეთი რაღაც არ დაუარსებია. საიდან რა მოიგონეთ ჩემამდე არ მოწი. წავედი მეგობრებო. ადის სოთხთავი. ეს არის ყველაზე ძველი სახარება საქართველოში. აბა დროებით თქვენიც გავდივარ ახლა.